უნიკალური დოკუმენტები, რომლებმაც შესაძლოა ისტორია გადაწეროს 400 წლის განმავლობაში ოსმალეთის საიდუმლო არქივებში დაცული მასალები დღეს თბილისში ჩამოიტანეს. ქართველი მეცნიერები პირველად გაეცნობიან იმ ასეულობით ხელნაწერს და სურათს, რომლის არსებობის შესახებაც დღემდე ცნობილი არ იყო. ოფიციალურ დოკუმენტებთან ერთად შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ამსახველი ნახატებიც. ახალციხე მე-18 საუკუნის პირველი ნახევარი. ასე გამოიყურებოდა ციხე-სიმაგრე და კოშკი, რომლისგანაც დღეს მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. მინიატურებს ოსმალეთის ყოფილ საიდუმლო არქივში მიაკვლიეს. საცავში საქართველოს შესახებ სულ 1000-ზე მეტი დოკუმენტი აღმოჩნდა. ასლები თბილისში დღეს ჩამოიტანეს. ამ ნახატებზე და ფოტოსურათებზე მე-17 საუკუნეში მცხოვრები დღემდე უცნობი ქართველების პორტრეტებია, რომლებიც სულთნების მიერ დაყოფილ საქართველოს მართავდნენ. გურიისა და იმერეთის მთავრების ელჩებმა მაცნობეს, რომ იერუსალიმში არსებული ქართველთა სალოცავები, რომლებიც უძველესი დროიდან მათ საკუთრებაში იყო, ფრანგებმა და სომხებმა მიიტაცეს. ბრძანებ, რომ მხოლოდ თავდაპირველ მფლობელებს მიეცეთ საშუალება მოილოცონ ეს ადგილები, ხოლო დანარჩენებს აუკრძალეთ. 1577 წლის 14 აპრილი. კარგად მიუთითებს, რაოდენ მნიშვნელოვანი ქალაქი იყო თბილისი. ოსმალეთის საიდუმლო საცავში თბილისის მინიატურაც ინახებოდა, რომელიც 400 წლის წინ არის შესრულებული. ნამუშევარზე კარგად ჩანს, რომ დედაქალაქის გარშემო ზარბაზნებით გამაგრებული ციხე-სიმაგრეა, რომელსაც წყლით შემოვლებული თხრილები და ბურჯებიანი ხიდები ჰქონდა. დოკუმენტები თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში მოახდენს გადატრიალებას, იმიტომ რომ როგორც ყველასთვის ცნობილია, ბევრი დოკუმენტი ხელმისაწვდომი ჩვენთვის არ იყო და ვგებულობთ, რომ მაგალითად ალექსანდრე გიორგის ძე, იმერეთის მეფე ინიშნება სწორედ სულთნის მიერ. საიდუმლო დოკუმენტებში საქართველოს იმდროინდელი სოციალური ყოფა, არქიტექტურა და დიპლომატიური ურთიერთობები აღწერილი. სტამბოლში ინახებოდა სპეციალური განცხადება ფოთი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, რომელიც მე-17 საუკუნეში სულთნის ბრძანებით სავაჭრო მიმოსვლის გასაძლიერებლად გააფართოვეს. თქვენო უდიდებულესობა, უძლიერესო და მოწყალეო ბატონო. შავი ზღვის განუმეორებელი პორტის მქონე ბათუმიდან 18 საათის მანძილზე მდებარე ყარსამდე გზის გაყვანა მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. ეს არის წერილი, რომელიც საქართველოდან ფადიშახს გაუგზავნეს. ამ წერილში საუბარია ბათუმიდან ყარსამდე ახალი გზის მშენებლობაზე. წერილი 1848 წლით თარიღდება. ამავე წერილში განმარტებულია, რომ სპეციალურად ამ გზის მშენებლობისთვის საქართველოში ავსტრიელი ინჟინერი მოიწვიეს. უნიკალური დოკუმენტების ასლები ქართულმა მეცნიერმა მურატ ქასავიმ შექმნა და საქართველოში ჩამოიტანა. მანვე დაბეჭდა წიგნი ამ მასალაზე დაყრდნობით, რომლის პრეზენტაციაც 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შედგება. ამავე დღეს მოეწყობა დოკუმენტების პრეზენტაციაც. წიგნად დავბეჭდოთ, ამ წიგნში თურქულათაც იყოს, თურქებმაც იცოდნენ, კი ქართველები ამნაირი ადამიანები არიან, ამნაირი ისტორიკოსი არის. ამ ორი ქვეყნის დამეგობრების და ამ ორ ქვეყანაში მცხოვრებ ქართველების რამდენად დიდი სიყვარული, სითბო არსებობდა, კულტურათა გაცვლა-გამოსვლა არსებობდა და რატომღაც კომუნიზმის შემდეგ ეს შეწყდა და სულ სხვანაირად ისწავლებოდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 400 წლის წინანდელი დოკუმენტაცია საქართველოს ისტორიაში ცვლილებებს შეიტანს. მასალებს სავარაუდოდ სხვადასხვა ქალაქების რეაბილიტაციისთვის გამოიყენებენ. მაგალითად, ახალციხის უძველესი ნაგებობის აღდგენაც ამ ფოტოზე დაყრდნობით მოხდება.